როდის არ შეიძლება ბეტონის ჩასხმა? ბეტონის ჩასხმას სჭირდება აუცილებელი პირობები, როგორც ამინდის, ასევე ტექნიკური. თუ პირობები არასწორია, საძირკველი მომავალში აუცილებლად პრობლემებს შეგვიქმნის. გავიაროთ 4 ძირითადი თემა, როცა ბეტონის ჩასხმა არ შეიძლება. პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ძლიერი ყინვა. თუ ჰაერის ტემპერატურა 0-ს ქვემოთაა და არ გამოიყენება ანტიფრიზული დანამატები ან გათბობის სხვადასხვა მეთოდები, ბეტონში არსებული წყალი იყინება. ბევრს გონია, რომ დანამატი ბეტონს იცავს სულ, მაგრამ ეს ასე არ არის და ეს არის დიდი შეცდომა. დანამატი ბეტონს იცავს ტრანსპორტირებისას და ჩასხმის მერე პირველი 3-4 საათის განმავლობაში. ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ ამინდი და თუ ჩასხმის შემდეგ არის ყინვა, ეგრეთ წოდებული აპალობკა, უნდა გამოვიყენოთ გათბობის მეთოდები, ანუ აპალობკის გათბობის მეთოდები. ყინვის გამო ბეტონი ვერ იკრებს საჭირო სიმტკიცეს და სტრუქტურა სუსტდება. მეორე, ეს არის ძლიერი სიცხე ან ძლიერი ქარი. როცა ტემპერატურა ძალიან მაღალია, ბეტონი ზედმეტად სწრაფად კარგავს ტენს. ეს იწვევს ზედაპირულ და ღრმა ბზარებს, ასე დროს აუცილებელია ხშირი მორწყვა და მოვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხარისხი მკვეთრად ეცემა. მესამე, ძლიერი წვიმა, ანუ ჩასხმის დროს წვიმის წყალი ცვლის ბეტონის წყალცემენტის თანაფართობას. შედეგად ბეტონი სუსტდება და ზედაპირი ირეცხება. თუ წვიმის რისკია, სჯობს სამუშაო გადაიდოს ან გამოვიყენოთ დაცვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჯობია რომ გადავწიოთ ჩასხმა. მეოთხე, მოუმზადებელი და დაუტკეპნელი საფუძველი. თუ ქვიშის ბალიში ან გრუნტი სწორად არ არის დატკეპნილი, ჩასხმული ბეტონი დროთა განმავლობაში დაჯდება. ეს უკვე იწვევს ბზარებს და დეფორმაციებს საძირკველისთვის. დასკვნა, სწორი ამინდი, სწორი მომზადება არის თქვენი საძირკვლის მუდმივობა და ხარისხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, აქვს საუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით, რაც შეეხება თქვენს მშენებლობას, გამომიგზავნეთ PDF ფაილით პროექტი და დაგიცვლით ხარსთარგს.